ეკოლოგიური სამართლის ცენტრი პროკურატურისგან მერის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, როგორც ცენტრის თავმჯდომარე მთავარი პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 28 ივნისს შეზღუდული პასუხისმგებლობა საზოგადოება ინვესტ კაპიტალის კუთვნილ ტერიტორიაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები შეიჭრნენ და ხეების მასიური გაჩეხვა დაიწყეს. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მსგავსი ქმედებით არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, ნიკოლოზ მჟავანაძემ მთავარი პროკურატურისგან შეტანილ მასალებზე მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. პროკურატურისგან აი ფაქტები არის დარღვეული სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმედი გვაქვს მერის ხელმძღვანელი პირების მიერ, კერძოდ ზედამხედველობის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ იქნა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული იპოდრომის ტერიტორიაზე. ხებუჩნარის უკანონო გაჩეხვა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 303 მუხლით ჩადენილი დანაშაული. ასევე იკვეთება სამოხელეო დანაშაული სამსახურეობრივი გულგრილობა და ეს მასალები ჩვენ დღეს შეგვაქვს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და იმედი გვაქვს, რომ ამას მოყვება მყისიერი რეაქცია და მერის მაღალჩინოსანთა პასუხისგებაში მიცემა.